აღმაშენებლის და ბაგრატიონის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან ქორიძემ მოინახულეს. როგორც მთავრობის თავმჯდომარე განმარტავს, აღმაშენებლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში სანიაღვრე ქსელის გამოცვლა, ქუჩის სავალი ნაწილის მოასფალტება და დეკორატიული ფილების დაგება იგეგმება, რისთვისაც 4.700.000 ლარამდე დაიხარჯება. ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია ტერიტორიაზე არსებული შენობა ნაგებობების დემონტაჟით დაიწყო. მანამდე ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრები 33-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა. სამუშაოებისთვის 5 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. მერის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან ქორიძის განცხადებით, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ბეტონი საფარი უკვე დაიგება და სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრისთვის დასრულდება. დღესვე მთავრობის თავმჯდომარე მწვანე კონცხის უბანი მოინახულა. აქტიურად მიდის შემოერთებული ტერიტორიების კეთილმოწყობა. პირველ ეტაპზე ავითვისეთ 455 კუბური მეტრი ბეტონის საფარის მოწყობა. ახლა მეორე ეტაპზე 1680 კუბური მეტრით უნდა მოვაწყოთ ისევ ბეტონის საფარით პრობლემური საგზაო მონაკვეთები და ასევე ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ წლის ბოლოს ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებასთან დაკავშირებით ახლა უკვე ბოლო ერთი წელი მუშაობთ მოსახლეობის კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით. 33 ოჯახი უკვე მოლაპარაკება მიღწეულია, 30-მდე ოჯახს უკვე კომპენსაცია მივეცით, გადავეცით ასევე საცხოვრებელი ბინები. მინდა გითხრათ 6 თვის ასევე მივეცით 6 თვის კომპენსაცია ქირასთან დაკავშირებით, სულ 4 მილიონი ლარი დაიხარჯა მხოლოდ კომპენსაციის ნაწილში.